Gaya katana perspektiva reglili Nombreli tarekili Gili menjaro da zili Dilis panjarashi tsagame ari grili Dilis panjarashi korpusepi gazi zili Sirse Tesla Kristalepi tale zili Dilis Tesla Shchirdepa kapi zili Savit khinaos tale min bebeb khinaos Sazea keteb siraos Sateliti da tekhili Arkitekturuli arsikati lotis ptis Tsirisa Hai hete ptis Sada Marshrutebi sada Garadashi kada Matsi vashidze Tuni ketsa zori gamis koshis manzulze Tuni tseko zori grami neironebzi demi Sva priyomebzi drami Daiganda tsunami Sami Parisi 4 palmis xe Tanya მინდოდა თოლქის რეალი და თქვენთანაც კომენტარებში მოდის ხოლმე რომ ერთი თოლქში შემოგთავაზე ზანოსიო ერთიც და მე უკვე წავიდეთ მეთანიისკენ ნახოთ იქნებ თოვლი იქ დაგხვდეს სუფთა იყო მანქანა გარეცხილი და შეხედეთ. კიდე კოჯორს რო გავყვე, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თავიდან თუ არა თოვლი მერეც არ იქნება. თუ გავყვით თო. აი ახლა მე სადაც მინდა იქ თუ თოვლი არის, ჩათვალეთ, ძალიან მაგარ კადრებს ნახავთ GoPro დამიშა და მობილური უნდა მოვათავსო მოკლედ სიდენიებს შორის. გაყინული არის მაგარი გზა ადაპტირებად უნდა ვიარო.
მაგარი გზა არის, მოდი აქ მოვატრიალოთ. ბევრი რო აღარ ვიაროთ რა. და 1-2 ჯერ გავიარ ჩამოვიაროთ, ასე თუ გორი კაი არის. საბურავებმაც რავი საკმაოდ კარგად იარა. როგორც დაწესე ხაკმა ყოფილი ვარ. ყველა გუთ. ერთი უკასთან დახვარი ვარჯიშდებოდეს. დახმარება ხო არ გინდათ? ევაკუატორი გამოვიდა. კარგი. აკაურიგება. So, ისე კაი ადამიანს გავისვენით, ვისაუბრეთ. ეხლა ერთი იმ მოსახლეებში ავიდეთ, მე ჩამოვიდეთ და კიდე გავყვეთ გზას, რა როგორც გავიგე, ცოტა იქითაც არისო რაღაც თოვლებია. ეს არის იმენა გაყინულზე მოთოვილი და ცოტა სხვა სამართავია რა. დამჯდარი დევს, ჩემი სამაგრის არ ჩამოსულა. ესა ტორმუს გაზის უღავი ძმებო. გაზი რო არა ეხლა შევიდოდი მანქანების. კარგია. ეხლა აქ მოვატრიალოთ და გავეშვათ ისე ქვემოთ.
მაღაზიაში მოვედი. რამე დასალევს ვიყიდი. ხო და თან ვიდეოს უყურებ რა, რაც გადავიღე ხარ როგორც მარტო და არავინ არ ყავს გადამღები, საკუთარ ნორმალური გამოვიდა. ხო და რავი, მე უკვე მოვიფიქრე, ან ცოტა ხანი სადმე კიდე ავალ, ან კიდე ჩავალ და 1-2 კადრიც იქ გადავიღოთ. მარტო ცოტა მოსაწყენი არის რა, პასაჟირი ან მეწყვილე რო არ ყავს ვინც რაღაც ტანდემში ჩამიდგება ან რამე, მაგის გარეშე მაგარი მოსაწყენი. კარგად. ორბეცაც გავწდი უყვები გზას მოკლედ და აქეთ არაფერი თოვლი აღარ ჩანს. დიდ გორზე ნაღდათ არ ვაპირებ ასვლას, იმიტომ რომ იქ 4-4-ზე თუ არ ყავთ იმენა უეჭველი გაიჭედებით, იმხელა თოვლი იქნება რომ აი პონტი არა მოკლედ და აი სავარაუდოდ უკან მოვატრიალებ ეხლა აი ცოტა თოვლის კვალი ჩანს და ვნახოთ ერთი რა იქნება. ნუ ვიცოდი რომ აქ თოვლი აღარ იყო, მაგრამ აი ამ ფონის გამო უეჭველი ღირდა ამოვსვა რომ მარტო თოროს მეცველი ნახოთ და რა სიამაზია შეხედე. და ამ ფონზე ეხლა მანქანას გადავუღოთ ვიდეოები. შეხედეთ. აუ ძალიან მაგარია, უარ გადავ. So, ეხა ისევ მონაკვეთ შევდივარ, ერთხელ ავიაროთ. და ყველა სრიალის ბოლოს უეჭველი რა ტემპერატურაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა ცივოდეს. მარილებისგან ყოველთვის ესე ვათავისუფლებ ხოლმე და ამ ყველაფერს თან იმიტომ ვიღებ სულ რომ მინდა რომ თქვენს გაითვალისწინოთ და ესე მოუაროთ თქვენ მანქანებსაც. ესე როგორც ერთ კილოები. აი ხა წავალ სახში მობილურს დავტენი, GoPro-ს იქნებ დავტენო. და რავი, გიცხრეთ ყველას უფეილოთ სიარულს. მე მაქსიმალურს ვიობ ხოლმე, ანუ მეტი შემილია, ბევრად მეტი შემილია. შემილია მესამე, მეოთხე, ვიცი, აი წინა წელს მაგალითად ცუდი კადრები მაქვს, ანუ ცხოვრობ მაშინ კამერები ხელს არ მიწყობდა და დაახლოებით ვსრიალებდი 100-80-ით. მე და ნიკა სხვათა შორის აი თითქმის ტანდემში დავდიოდით ძალიან დიდი სიჩქარით. ეგეთი თოვლი არ იყო, დღეს უფრო ყინული იყო და ყინულზე როგორც საჭირო არის მოკლედ და როგორც უნდა იაროთ უსაფრთხოების დონეზე, ასე ვთქვათ, ეგეთი გავლა რა, ესე რო გითხრათ მოკლედ. რო როდესაც აი ამ ნომრებს ვინახავდი და რო არ აიღო სხვას, დავაყენე დროებით აი ამ მანქანაზე გაჩვენებთ. აი ამ მანქანაზე. და 17 წლის ვიყავი, როდესაც მარცხნივ ავიღე, დავჯექი ამ მანქანაზე და ეხლა გაჩვენებთ ამ მანქანით სრიალის მომენტებს.